რამდენის დატევა შეუძლია ტვინს რეალურად. ტვინის ტევადობა არის 2.5 პეტაბაიტი. უკეთესად რომ გაიაზრო, 2.5 პეტაბაიტი არის 2.500.000 გიგაბაიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ახლა რო დაჯდე და ჩართო ფილმი, რომელსაც უწყვეტად დღე-ღამის განმავლობაში უყურებს 300 წლის განმავლობაში. აი ამდენის დატევა შეუძლია შენს ტვინს. ახლა შენ ალბათ გაგიჩნდა კითხვა, საიდან გამოთვალეს ეს ყველაფერი მეცნიერებმა? საქმე ის არის, რომ ადამიანის ტვინი საშუალოდ შედგება 86 მილიარდი ნეირონისგან. ნეირონი არის ტვინის უჯრედი. თითოეული ნეირონი კი ათასობით კავშირს ამყარებს სხვა ნეირონებთან. ამ კავშირებს სინაფსები ეწოდება. ანუ ტვინში არის ასობით ტრილიონი სინაფსი. თითოეულ სინაფსს კი დაახლოებით შეუძლია 4.7 ბიტის დატევა. აი ამის საფუძველზე გამოთვალეს 2.5 პეტაბაიტი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ტვინს თეორიულად შეუძლია დაიმახსოვროს ან 250 მილიონი უცხო ენა, ან 2.5 მილიარდი წიგნი, თითო წიგნის 300 გვერდიანი, ან 500 მილიონი ფოტო, თითო ფოტო 5 მეგაბაიტიანი. თუმცა საქმე ის არის, რომ ეს მხოლოდ თეორია, პრაქტიკულად ჩვენთვის ეს შეუძლებელია. ჩვენი ტვინი ინფორმაციას ითვისებს ძალიან ნელა. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და კონცენტრაცია. ჩვენ უცხოენის სწავლისთვის ხანგრძლივი დრო გვჭირდება, რადგანაც ტვინში ახალი ნერვული კავშირები საკმაოდ ნელა წარმოიქმნება. ჩვენ თეორიული შესაძლებლობის მიღწევაში, ანუ 2.5 პეტაბაიტი რომ შევავსოთ, გვზღუდავს 2 ლიმიტი: დროისა და ენერგიის ლიმიტი. ანუ საქმე ის არის, რომ ადამიანი საშუალოდ ცხოვრობს 80 წლის განმავლობაში. და ასევე ჩვენ არ გაგვაჩნია იმის უნარი, რომ ყოველ დღე დავჯდეთ და რობოტივით უწყვეტად შევითვისოთ ინფორმაცია და უწყვეტად ვიკითხოთ წიგნები ყოველგვარი დასვენების გარეშე. ანუ კონცენტრაცია და ინფორმაციის ათვისება არის საკმაოდ შეზღუდული რესურსი. საბოლოო ჯამში მარტივად რომ ვთქვათ, საწყობი, ანუ ჩვენი ტვინის ტევადობა არის უზარმაზარი. კარები კი, საიდანაც ინფორმაცია შედის, არის ძალიან ვიწრო. ახლა კი, ვინაიდან შენ იცი, რამდენის დატევა შეუძლია ტვინს თეორიულად, მაშინ ნუ გაიტყვინ ურასდროს, რომ თავი გადაგეჭედა და მეტ ინფორმაციას ფიზიკურად ვეღარ იმახსოვრებ. აბა დროებით.